მთავრობამ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები შეიტანა. ახალი ნორმები ეხება როგორც მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირებას, ისე განისაზღვრა უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ახალი პროცედურები, ცვლილებები განხორციელდა კომპანიების მხრიდან დასაქმებულებისთვის შრომითი უფლებების მოპოვების წესში. შრომითი მიგრაციის ახალი მარეგულირებელი ნორმები მთავრობის წევრებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს წარუდგინეს, რა გამოწვევები შექმნა ბიზნესისთვის მიმდინარე წლის 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა და რას გულისხმობს გასული კვირიდან ამოქმედებული ახალი ნორმები. ელენე გოგბერაშვილი გაგვაცნობს დეტალებს. ელენე, მოგესალმებით და გისმენ. მოგესალმებით ნუცა. გასული კვირიდან ქვეყანაში შრომითი მიგრაციის ახალი მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდა. იმის გამო, რომ 2026 წლის 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა კერძო სექტორში გარკვეული პრობლემები შექმნა, საჭირო გახდა რიგი საკითხების დაზუსტება. მთავრობის წევრებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს განუმარტეს, რომ დაზუსტდა როგორც შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი, ისე პროცედურები. გაფართოვდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამონათვალიც, რომლებსაც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება აღარ დასჭირდებათ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის მიზნით ჩამოდიან. ბიზნესი ამბობს, რომ თავდაპირველი სტანდარტები ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული იყო. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება კერძო სექტორისთვის თითოეულ უცხოელზე 50,000 ლარიანი ბრუნვის მოთხოვნა, იმისთვის რომ მათ დასაქმების სააგენტოსთან კვოტები შეათანხმონ. როგორც იურისტები განმარტავენ, ახლად შექმნილი კომპანიისთვის ასეთი ბრუნვის ჩვენება ძალიან გართულდება. თავიდან რაც ამოქმედდა, ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან მკაცრი სტანდარტები და ნორმები, არაპროპორციული მიზნის, რაც იდეაში სტანდარტებს ჰქონდა, რომ ბაზრის დაცვა, უსაფრთხოება და ამ შემდეგ, იმიტომ რომ იმდენად ხელს უშლიდა ოპერაციების ნაწილში ბიზნესებს, რომ გარკვეულწილად შექმნა პრობლემები, მათ შორის საუბარი იყო ისეთ ბიზნესებზე, რომლებიც სრულად უცხოეთს ემსახურებიან, მათ შორის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებზე, როცა არის საუბარი და შორის მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ვიზიტებზე, როცა არის საუბარი და ამ შემდეგ. ეს თემები მეტნაკლებად ახალ რეგულაციებში, რაც უკვე ცვლილებები შევიდა, ასეც დღეს ვსაუბრობთ, ასახულია. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევად რჩება ახალი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში, ვთქვათ, უცხოელების დასაქმების პრობლემები, იმიტომ რომ 50,000-იან ბრუნვაზე არის მიბმული თითო უცხოელის დასაქმება და მოგეხსენებათ, ერთი ვთქვათ კომპანიისთვის, რომელიც დღეს შეიქმნა, ვთქვათ, ბრუნვის, აი ესეთი მასშტაბის ბრუნვის ჩვენება, როდესაც ამდენიმე უცხოელის დასაქმება სურთ, ძალიან რთულია. ახალი ცვლილებების პაკეტში ეს საკითხიც არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ ხშირად იყო დასმული ეს პრობლემა. თუმცა, ჯერჯერობით რასაც უყურებთ და ეხლა ნახავთ რა ინფორმაციას მოგვაწვიან დამატებით, თლად ბოლომდე ეს პრობლემა ალბათ ვერ იქნება აღმოფხვრილი. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შემოდის კვოტირების მექანიზმით, თუ დამსაქმებელი წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას გეგმავს, მას შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე დასაქმების სააგენტოსთან წერილი კვოტის შეთანხმება მოუწევს. როგორც დასაქმების სააგენტო განმარტავს, კვოტირების განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვა თითოეულ უცხოელზე არანაკლებ 50,000 ლარის ოდენობით, რაზეც ბიზნესს გარკვეული შენიშვნები აქვს. ნებისმიერ დამსაქმებელს, რომელსაც კომპანიაში 5 უცხოელზე მეტი ეყოლება დასაქმებული, ექნება უკვე ვალდებულება, რომ შეათანხმოს წლიური კვოტა. თუმცა ეს წლიური კვოტა რაღაც ზეპირისიფრი, რა თქმა უნდა, არ იქნება. ამ შემთხვევაში ეს კვოტა და ეს ოდენობა იქნება იმ ბრუნვასთან შესაბამისობაში, რაც კომპანიას გააჩნია და თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2019 წლიდან საქართველოში ეს ნორმა მოქმედია, რომ უცხოელებთან მიმართებაში, რომლებსაც საქართველოში დასაქმება ან შრომითი და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სურთ, აქვთ ვალდებულება, რომ კონდეთ მინიმუმ 50,000 ლარიანი ბრუნვა. შესაბამისად, დამსაქმებელთან მიმართებაშიც კვოტის განსაზღვრისას ეს კომპონენტი იქნება გათვალისწინებული და კვოტა განესაზღვრება იმ ბრუნვის შესაბამისად, ანუ თითოეულ უცხოელთან მიმართებაში რამდენი 50,000 ლარიანი ბრუნვაც ექნება, იმ ოდენობის კვოტის შეთანხმების შესაძლებლობა ექნება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი 5 და ნაკლები უცხოელი ეყოლება წლის განმავლობაში დასაქმებული, ეს კვოტის შეთანხმების ვალდებულება დამსაქმებელს არ ექნება. გასაგებია, რომ ბიზნესი ძალიან დინამიურია და წინასწარ არსებული კვოტები, რაც არ უნდა შევათანხმოთ, მისი დაცვა შეიძლება მოთხოვნიდან გამომდინარე იყოს შეუძლებელი, მათ შორის თუნდაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეების მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიებს შეიძლება დაუდგეთ საკითხი ახალ პროექტში შესვლის და იქ უკვე წინა წელს დამტკიცებული კვოტები, წინა წლის ბოლოს დამტკიცებული კვოტები არარელევანტური იყოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგიერთ პროფესიაში უცხოელების დასაქმებაზე ნულოვანი კვოტაა დაწესებული, მაგალითად კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდებად მუშაობა მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელებისთვის მიმდინარე წლის 1 მარტიდან აკრძალულია. მოქმედი რეგულაციით 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ, იმისთვის რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად იმუშაოს, ან განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, მან შრომითი საქმიანობის უფლება უნდა მოიპოვოს. ამ თემაზე უფრო მეტ შეფასებას მაყურებელი 19 საათიან საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენს. მადლობა ელენე გოგბერაშვილი იყო.